10 წლის ვიყავი, დავიწყე ვარჯიში. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რომ ყოფილიყავი ძლიერი, შემძლებოდა ვიღაცების დაცვა, ოჯახის წევრების დაცვა, მეგობრების, ანუ შემძლებოდა ჩემი თავის, ესე ვთქვათ, წარმოჩენა ისე, რომ ვიღაცისთვის მხარი მიმეცა ესე. იმ პერიოდში თან საჭირო იყო განსაკუთრებით. კი. და იყო ძალიან რთული პერიოდები. აქ თბილისში ვარჯიშობდით ეხლანდელი არენა, უკან იყო რუსული ბაზა. და ყოველდილით ისმოდა ტანკების დაქუქვის ხმა. და ერთი-ორჯერ ტყვიებიც შემოვარდნილა. ჩემი სენსეი სანდრო მაისურაძე იყო ჩამოსული. სანდრომ გაიხსენა, როგორ ათოვდა შიგნით ამ დარბაზში და მე ფეხში შველა იმებზე დავდიოდით. ესე და ნაფეხურები ეწყობა. რაღაც კუთხით ხო ისიც შეიძლება იყოს. გამოცდილება, ხო? ხო. ხო და მან მახსოვს ერთხელ კარები გაიღო ესე გიჟურად, შემოვიდა ერთი რუსი სამხედრო, რუსულად თქვა რომ აქ ვინმე ჩხუბი იცისო? მაინდა-მაინც მე ამირჩია რომ ამასთან მინდა ჩხუბიო რა და ძალიან ცუდად მე არ მახსენდება ცუდად, მაგრამ დაახლოებით 10-15 წამში ეს როგორც წესი ესეთი ადამიანი ვერასდროს ჩხუბობს. მე ძალიან დაიბნა. მეორე დღეს კარებზე კაკუნია. ხო და დგას ეს ბიჭი რა, ეს კაცი და გავიხედე და უკან უდგას ერთი 20 სამხედრო კაცი. რა ხდება მე ვთხარი, რატომ მოხვედი? რა მითხრა იცი? შეიძლება დარბაზი დავალაგო? ხო და მეთქი, ესე მოსულიყავი თავიდან.